გული არ მithმეს, ხულუტის ციხესთან ვიყო და პიტარეთის ტაძარი არ მოვინახულო. ექსპედიციის ხელმძღვანელი კოტე ჯავრიშვილი ნებას მრთავს და ავთანდილ მაჩაიძესთან ერთად ვსხდებით ცხენებზე და მივემართებით პიტარეთისკენ. ვებერთელა ქოპაკები ყეფით გვაცილებენ. რაღაც მემართება. თითქოს ვიღაც უხილავმა გადამისროლა საუკუნეთა მიღმა. სადავეს უუშვებ, ცხენს დავჭყივი და ისიც თავგამეტებით მიქრის. თითქოს მოჯადოებულ სამყაროში მოვხვდით და მივქრივართ ისტორიის გზაზე. სურს დავეწიო ისრებივით გაჭრილ ჭრდილებს, მაგრამ ამაოდ. ცხენებიც გაუფლიანდა, დაიღალა, ჩერდები და ავთანდილს ველოდები. დიდი ინტერესით ვათვალიერებთ დიდებულ ტაძარს, მშვენიერ ნაშენებს, დიდ გუმბათიანს. თამაზ კიკნაძე, იდუმალი სამყაროს ბილიკებით, 1960 წლის ექსპედიცია. მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე და გიბრუნდებით სერიათა ციკლით ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან. ვინც ჩემს სიუჟეტებს თვალს ადევნებთ, უკვე იცნობთ ნატალის და სწორედ ის გამცნობთ თუ რომელ ზეგს იხილავთ დღევანდელ სიუჟეტში. ჩვენ მივამგზავრებით პიტარეთის მონასტერისკენ, რომლის შესახებაც ისტორიას უშუალოდ სიუჟეტში მოისმენთ. ახლა კი წავედით. წავედით. როგორც წინა სიუჟეტში დაგპირდით, დღევანდელ სერიაში საუბარი გვექნება პიტარეთის მონასტერზე, რომელიც ხულუტის ციხის მსგავსად მდინარე ხრამის იგივე ქციის ხეობაშია გაშენებული. ოღონდ განსხვავებით საფორტიფიკაციო ნაგებობისგან, ეს ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლი ხეობის კიდევ უფრო მაღალ წერტილში მდებარეობს. გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო, მარანი, საძვალე, სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები და ამ ყველაფერზე გარშემორტყმული გალავანი მთლიანობაში ქმნის სამონასტრო კომპლექსს. პიტარეთი თავის მხრივ წარმოადგენს კლასიკურ ნიმუშს იმ ყოფისა, რაც სუფევდა ფეოდალურ საქართველოში. უფრო ზუსტად რომ აგიხსნათ თუ რას გულისხმობ, ამისთვის დავაკვირდეთ ღვთისმშობლის სახელობის გუმბათოვან ტაძარს და მის გარშემო არსებულ პერიმეტრს. სამლოცველოსგან არც თუ მოშორებით, ოთხივე მხარეს ამოყვანილია თავდაცვითი კედლები. კიდევ უფრო განზე კი შეიმჩნევა გალავნის ფრაგმენტები, რომელიც დღეს უკვე თითქმის საძირკვლამდეა ჩამოქცეული. ესე იგი, ერთ დროს ღვთისმშობლის ეკლესიაცა და მასთან გაშენებული მონასტერიც, გარდა იმისა, რომ სასულიერო კერას წარმოადგენდა, ამასთან ერთად აღჭურვილი იყო იმ საბრძოლო და თავდაცვითი ფუნქციის მქონე ელემენტებით, რაც საქართველოში მდგომ არაერთ ციხესიმაგრეს გააჩნდა. ჩვენს წინაპრებს, რომელთა ცხოვრებაშიც ქრისტეს სიყვარულსა და მორჩილებას უზენაესი ადგილი ეკავა, ხშირად ედგათ ძნელბედობის ჟამი. ხოლო იმისათვის, რომ სჯული, ადათი და წესი შეენარჩუნებინათ, აუცილებელი ხდებოდა სასულიერო კერებიც კი აუღებელ ციხესიმაგრეებად ექციათ. სწორედ ეს მოცემულობა ვიგულისხმე, როდესაც გითხარით, რომ პიტარეთი კლასიკური ნიმუშია ჩვენი ისტორიული წარსულისა. იგი გახლავთ ერთ-ერთი ქართული მონასტერთაგანი, რომელიც არაერთხელ გარდაიქმნებოდა იმ საომარი მანქანის ნაწილად, რომელსაც ერის გადასარჩენად გარდა ჯვრისა, დროდადრო ხმლის გამოყენებაც მოუწევდა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მას მერე, რაც საქართველო გაქრისტიანდა, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ჯვარზე და ხმალზე, ესე იგი რწმენაზე და თავგანწირვაზე იდგა. ეს ორი რამ ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. იმ უბედურებათა უმეტესობა, რომელიც ხშირად გგონია, რომ ჩვენს მეზობლად მყოფმა სისხლის მსმელმა იმპერიებმა მოგვაყენეს, თუ კარგად დაუფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს მათ იმ ქართველების მეშვეობით შეძლეს, ვინც რწმენას საკუთარი პატივმოყვარეობა ანაცვალეს. რწმენა ქრისტიანობისა, ეს არის სიყვარული ჭეშმარიტებისა და ადამიანობისა. ხოლო თუ ეს არ გაგაჩნია, მაშინ ისეთი მცნება, როგორც თავდადება, შენგან ძალიან შორსაა. მივუბრუნდეთ დღევანდელი რიგით მეშვიდე სერიის მთავარ ობიექტს. თავდაპირველად გეტყვით, რომ ტოპონიმი პიტარეთი იმ დასახლებიდან მომდინარეობს, რომელიც მონასტრის სიახლოვეს იყო გაშენებული. დღეს კი ნასოფლარად არის ქცეული. ახლა კი საუბარი განვაგრძოთ იმ საკითხის განხილვით, თუ რა პერიოდიდან იწყება აქ სასულიერო კერის გაშენება. ამ მხრივ საინტერესო ცნობას გვაწვდის თავად გუმბათოვანი ტაძრის კარიბჭესთან არსებული წარწერა, რომლის პირველად ამომკითხველთა რიგებშიც არის ცნობილი ქართველი მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. მინაწერი შემდეგნაირად ჟღერს: ღირს ვიქმენ მე ქავთარ ქაჯიფაისზე, ამირეჯიბი თვითპყრობელისა, ძლიერ მეფეთ-მეფისა გიორგისი, ახშენებად ამის მონასტრისა და საყდრისა დედის ღმრთისა, არაივისი ხრთავს თვნიერ ჩემისა ლაშქრისა და ხრმლითა მოგებულისა. ვიყიდენ ტანძიაი და თევდორ წმიდანი, ჩემი თავე ხრმლითა მონაგებითა საფასითა. შევსწირენ მას ყოლა წმიდისა ღვთისმშობელსა ფიტარეთისასა.
ამ უკანასკნელიდან ირკვევა, რომ ვინმე ქავთარ ქაჯიფაისძეს, რომელიც მეფე გიორგის ამირეჯიბი ყოფილა, აღუშენებია მონასტერი და ღვთისმშობლის სამლოცველო ფიტარეთში. ხოლო ხმლით მოგებულით, ესე იგი თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრძოლაში მოპოვებული ალაფით უყიდია ქვემო ქართლში ტანძია და თევდორ წმინდა, რომლებიც შეუწირავს ფიტარეთის მონასტრისათვის. ქაჯიფაისძე თავის მხრივ ყოფილა ფეოდალი, რომელიც იკავებდა ამირეჯიბის თანამდებობას. ესე იგი ის წარმოადგენდა სამეფო კარზე მოღვაწე მოხელეს. ისმის კითხვა, თუ რომელ მეფე გიორგიზეა საუბარი ფიტარეთის მონასტრის მთავარი სამლოცველოს რელიეფურად ამოკვეთილ წარწერაში. აქ ქართველ მკვლევართა აზრი ორად იყოფა. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს მეფე თამარის ძე, ესე იგი ლაშა გიორგი. ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ წარწერაში მოხსენიებული მონარქი გიორგი მეხუთე ბრწყინვალედ წოდებულია. მაგალითად აკადემიკოსები მარი ბროსე, თევდორე ჟორდანია და ექვთიმე თაყაიშვილი თვლიდნენ, რომ მონასტერისა და მთავარი სამლოცველოც გიორგი ბრწყინვალის მეფობისას, ესე იგი მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში იქნა აგებული. მე-20 საუკუნეში მოღვაწე ქართველ არქიტექტორსა და ხელოვნებად მცოდნე პარმენ ზაქარაიას მიაჩნდა, რომ სასულიერო კერის გაშენება ერთიანი ფეოდალური საქართველოს მეფის ლაშა გიორგის დროს განხორციელდა. დღევანდელ დროში სწორედ რომ ზაქარიასეული მოსაზრებაა ჭეშმარიტად მიღებული და შესაბამისად ფიტარეთის სავანის მთავარი სამლოცველოც მე-13 საუკუნით თარიღდება. ამასთან ერთად ძეგლის ხუროთმოძღვრული ანალიზიდან სჩანს, რომ იგი აბსოლუტურად იდენტურია იმ სამშენებლო სტილისა, რაც მე-12-მე-13 საუკუნეების საქართველოში იყო გავრცელებული. რაც შეეხება ქავთარ ქაჯიფაისძის წარწერის მოყვანილობას, იგი შედარებით გვიანდელს, ესე იგი მე-14 საუკუნისათვის დამახასიათებელ სტილს განეკუთვნება და შესაბამისად ამირეჯიბი ქავთარიც გიორგი ბრწყინვალის თანამედროვე გამოდის. ის მონაკვეთი კი, რომელიც გვამცნობს ტაძრის აღშენებას ქაჯიფაისძის მიერ, უნდა აღიქმებოდეს არა როგორც ნოლიდან ახლის აშენებად, არამედ არსებული ნაგებობის განახლებად. აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ასევე გააჩნდა მოსაზრება იმისა, რომ ზემოთ ხსენებული ქაჯიფაისძე არაა გამორიცხული, იყოს იგივე რაც ქაჩიბაისძე, რაც მით უფრო ბუნებრივს ხდის ამგვარის წარმომადგენლის ქვემო ქართლში გამოჩენას. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ შეიძლება წარმოადგენდეს ქაჩიბაისძის იგივე ქაჩიბაძის გვარის ქვემო ქართლში მოღვაწეობა კანონზომიერ მოვლენას. ამის პასუხი საკმაოდ მარტივია. რამე თუ ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერებში შავით თეთრზე წერია, რომ მე-10 საუკუნიდან მოყოლებული მე-13 საუკუნის ბოლომდე აფხაზეთიდან ქართლში გადმოდიან ქაჩიბაძეები, რომლებიც სახლდებიან იმ მიწებზე, რაც წინათ ბაღვაშებსა და ორბელებს ეკავათ. ეს გვარი ხდება ორბეთ სამშვილდის მებატონე და შემდგომში, კერძოდ კი მე-15 საუკუნეში, ერთიანი საქართველოს მონარქის ალექსანდრე დიდის მეფობისას ბარათა ქაჩიბაძე საფუძველს უდებს საბარათიანოს როგორც სათავადოს. უფრო მოგვიანებით კი, როგორც წინა სიუჟეტში უკვე გითხარით, ბარათაშვილთა ოჯახის გაყრისას ჩამოყალიბდნენ ყაფლანიშვილ ორბელიშვილები, ხოლო მათი შთამომავლებიდან კი ორბელიანები. სამწუხაროდ მწირზე მწირია ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთა რაობა, რომელიც რაიმეს გვამცნობს საუკუნეთა განმავლობაში ფიტარეთის მონასტრის თავზე გარდახტენილი ამბების შესახებ. არადა არც თავად სოფელ ფიტარეთს, არც მის სიახლოვეს გაშენებულ ქრისტიანულ სავანესა და სრულიად ქართლის ამხარეს ფეოდალურ წარსულში მტერი არ დაჰკლებია და მისი დალოცვილი მიწა ბევრჯერ აოხრების მსხვერპლის გამხდარა. ორბელიანთ მამულიც ისე დაიცალა, რომ დმანისისა და ფიტარეთის მეტი შენობა აღარსად იყო. აიღეს ციხე ფიტარეთისა ლეკთა და იავარყვეს საქონელი ურიცხვი საყდრისა, წაასხეს ტყვე ფრიადი. თქვენ მოისმინეთ ნაწყვეტი მე-18 საუკუნეში მოღვაწე პაპუნა ორბელიანის საისტორიო სახის თხზულებიდან ამბავი ქართლისანი. ლეკთა თარეში და ძარცვა ამ ხარისა, რომელზეც პაპუნა წერს, მიმდინარეობდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. ვინც სერიათა ციკლს ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან თვალს ადევნებთ, გემახსოვრებათ რიგით მე-6 სერია ხულუტის ციხეზე, სადაც მე ვახსენე ტახტის მაძიებელი ვინმე აბდულა ბეგი. არჩილ ბაგრატიონი, ეს გახლავთ მისი ქართული სახელი. იგი იყო ქართლის მეფის იესე ბაგრატიონის ძე. ტახტის დასაკავებლად აუჯანყდა თეიმურაზ მეორესა და ერეკლე კახთბატონს. აბდულა ბეგის ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა რაზმი, რომელიც დაქირავებული ლეკებისაგან შედგებოდა. როგორც ხედავთ, მის მიერ ძალაუფლებისაკენ უტოლვამ საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაპარტახებამდე იქნა მიყვანილი. გაიძარცვა სოფლები და მონასტრები, რამაც თავის მხრივ ამ უკანასკნელთა გაუკაცრიელება გამოიწვია. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი, ეს გახლავთ სწორედ ის პერიოდი, რა დროსაც ფიტარეთის მონასტერში შეწყვეტილ იქნა სასულიერო ცხოვრება. არადა დაახლოებით 2 საუკუნით ადრე,
ყაფლან ორბელიშვილის მიერ, სწორედ იმ ყაფლანისა, რომელიც ხულუტის ციხის ქტიტორად გვევლინება, მოშენებულ იქნა ხრამის ხეობის არაერთი სოფელი და მათ შორის განახლდა ფიტარეთის მონასტერიც. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისათა, მეორბელის შვილმა ყაფლან, მეორედ შევამკე მონასტერი ესე და ბარსა და მთაში, ტრისგან გაუხრებული მკვიდრი მამული ჩემი აღვაშენე. ასეთ რამეს გვამცნობს ყაფლან ორბელიშვილის საფლავის ქვაზე შესრულებული ეპიტაფია. მასში აღწერილი ქმედებები ქართლის ამ დიდ ფეოდალს განუხორციელებია 1627-1671 წლებში. სწორედ ამ პერიოდიდან საფუძველი ედება ფიტარეთის ორბელიშვილთა საგვარეულო საძვალედ გადაქცევას. სწორედაც რომ აქ არის დაკრძალული თავად ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვანი. ასევე გეტყვით იმასაც, რომ სანამ ყაფლანი ფიტარეთზე განსაკუთრებულ მზრუნველობას გამოიჩენდა და თავისი ოჯახის უშუალო დაქვემდებარებაში მოაქცევდა ქრისტიანულ სავანეს, მანამდე მონასტერს ფლობდა მე-16 საუკუნის 30-40-იანი წლებიდან მისი მამა ორბელ ბარათაშვილი. ხოლო კიდევ უფრო ადრე გიორგი ბარათაშვილის ფეოდალური ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა. ყაფლანიშვილ ორბელიშვილთა და ფიტარეთის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირებს შორის კავშირი საკმაოდ მჭიდრო უნდა ყოფილიყო. და ამას მოწმობს 1736 წლით დათარიღებული ორბელიანთა სახლის ნასყიდობის წიგნები, რომლებიც ფიტარეთის დეკანოზის ხელით არის დაწერილი. ეს ფაქტი მიგვითითებს იმაზე, რომ ქრისტიანულ სავანეში მოღვაწე მამები ქართლის ამ დიდ ფეოდალურ ოჯახს ეხმარებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ტიპის სიგელების შედგენაშიც. მდიდარი უნდა ყოფილიყო მონასტრის ბიბლიოთეკაც, რომელშიც არაერთი ძვირფასი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი წიგნი იქნებოდა მოთავსებული. ამის საბუთად გვევლინება დღემდე ჩვენამდე მოღწეული ფიტარეთის მონასტრის სახარება, რომელიც 1673 წელს ასლან ორბელიშვილისა და მისი მეუღლის თამარ დიასამიძის შეკვეთით დამზადებულა. სახარება დღემდე ინახება საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში. ასევე ცნობილია მე-17 საუკუნეში შედგენილი ნაშრომი ნუსხა ჭრელისა. იგი წარმოადგენს ფიტარეთის მონასტრის საგალობელთა კრებულს, სადაც დეტალურად განმარტებულია აჰანგები. ეს ხელნაწერი უნიკალურია, რამე თუ შესაძლებლობას იძლევა წარმოდგენა შეგვექმნას 4 საუკუნის უკანდელ ქართულ სანოტო სისტემაზე. ასევე საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ქრისტიანული სავანის განვითარებისა და მოშენების საქმეში 1696-1730 წლებში აქ მოღვაწე წინამძღვარმა იობმა. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ნაგებობას, რომელიც სწორედ წინამძღვარი იობის მოწადინებით აუგიათ და დღემდეა მასზე შემორჩენილი სამშენებლო წარწერა. ყოვლად პატიოსანო და საშინელო ფიტარეთის ღვთისმშობელო. ულხინე სულსა ფრიად სოდვილისასა იობისასა, რომელმან აღვაშენე მარანი ესე. შენდობა სიტყოდით სამადლოს. წინამძღვრის თაოსნობით მარნის მშენებლობა 1696 წლით თარიღდება. ეს მოვლენა თავის მხრივ ხას უსმევს იმაზეც, რომ მე-17 საუკუნის მიწურულისათვის მონასტრის მეურნეობა საკმაოდ ღონიერია, რაც თავის მხრივ ქრისტიანული სავანის მასშტაბურობაზეც მიგვითითებს. იობ ფიტარეთელი ასე უწოდებდნენ იმ ბერს, რომელმაც გაამდიდრა და გაამრავლა ქრისტიანული სავანის ბიბლიოთეკა. ხელს უწყობდა მწიგნობრობისა და სულიერების განვითარებას. იობი ასევე დაახლოებული პირი ყოფილა ქართლის მეფე ვახტანგ მე-6-სთან და დიდ ქართველ მწერალთან და საზოგადო მოღვაწესთან სულხან-საბა ორბელიანთან. სულხან-საბას და იობს საკმაოდ ახლო ურთიერთობაც ჰქონიათ. მაგრამ აქ არის ერთი საკმაოდ საინტერესო ნიუანსი, რომლის თანახმადაც ფიტარეთის მონასტრის წინამძღვარი ორბელიანის განმკიცხვალთა რიგებშიც ჩანს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, საბა მრავალმა გააკრიტიკა მისი ენციკლოპედიური ნაშრომის სიტყვის კონის, იგივე ქართული ლექსიკონის გამო. კრიტიკოსთა რიგებში ჩანს მასთან საკმაოდ დაახლოებული იობ ფიტარეთელიც. ამ ფაქტთან დაკავშირებით თავად სულხან-საბა გვიყვება შემდეგს. იყო წინამძღვარი სახელით იობ. ჩვენის ჟამისა კეთილად სწავლული, შვენიერი მზრახველი, მეჟამნე, მეფსალმუნე, გალობლად ქებული, წერლად გამოჩენილი, შესაყრელად საყვარელი. ამას სიტყვის კონასა რა ხელი მიუყავ, მგმობდა და მკიცხოდა. ოდეს გავასრულე, ნახა, მოეწონა და გარდასაწერად ვათხოვე და გარდაწერა. სადაც ჩემი სახელი ეწერა, აღმოხოცა, თავის ნაწერთა შინა და თვისი სახელი და გარჯილობა დაწერა. ესე დიდად გამიკვირდა ვითიკადრა მან, სახელოვანმან კაცმან. ორბელიანის ჩანაწერი კიდევ საინტერესოა იმით, რომ მიუხედავად იობის კრიტიკული დამოკიდებულებისა და შემდეგ ავტორისეული ნაშრომის მისაკუთრების მცდელობისა, საბა არ უკარგავს მონასტრის წინამძღვარს იმ მთელ რიგ ფასეულობებსა და ნიჭს, რომელიც სასულიერო პირს გააჩნდა.
როგორც უკვე გითხარით, მამა იობი 1730 წლამდე იკავებდა ფიტარეთის მონასტრის წინამძღვრის პოზიციას. ამავე წელს მან დატოვა სასულიერო კერა და გადმოცემების თანახმად საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ამ ამბიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ იწყება ზემოთ ჩემს მიერ ხსენებული ტახტის მაძიებელ აბდულა ბეგისა და მისი ლეკების თარეში ქვემო ქართლში, რომლის შედეგადაც ფიტარეთის მონასტერი სრულიად გაუკაცრიელდა. მიუხედავად იმისა, რომ იობი მონასტრის უკანასკნელ წინამძღვრად არის მიჩნეული, საისტორიო სახის თხზულების ქართლის ცხოვრების თანახმად, გარკვეული პერიოდი სანამ აქ ლეკები გამოჩნდებოდნენ, კიდევ ჰყოლია ფიტარეთს ახალი წინამძღვარი, რომელიც ნაკლებად ცნობილია. ასე დაიწყო რღვევა მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან იმ ტაძრისა და მონასტრისა, რომელიც ხრამის ხეობის სიღრმეში ჯერ კიდევ მე-13 საუკუნიდან ერთიანი საქართველოს სამეფოს არსებობისას აუგიათ. წლიდან წლამდე ისპობოდა სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობები. ზოგიც პირწმინდად დასამარდა, ზოგმაც კი ფრაგმენტების სახით მოაღწია ჩვენამდე. ყველაზე მეტად ჟამის ავბედით სვლას ქრისტიანული სავანის მთავარმა, ღვთისმშობლის სახელზე ნაკურთხმა სამლოცველომ და მასეთ მჭიდროდ შემორტყმულმა გალავანმა გაუძლო. თითქმის 3 საუკუნის განმავლობაში მდუმარებას მიცემული და უკაცრიელი ფიტარეთის სავანე ქაოტურად ამოსული ველური მცენარეების სამყოფელსღა წარმოადგენდა. მე სერიის დასაწყისშიც გითხარით და ახლაც გავიმეორებ, რომ გარეშე მტრის ქმედებებს უმეტეს შემთხვევებში ამძიმებდა იმ ქართველთა მათ მხარეზე დგომა, რომლებიც საკუთარი ამბიციებით შეპყრობილნი და ძალაუფლების წყურვილით დაბრმავებულნი, ყველა ზომას მიმართავდნენ საკუთარი მიზნის მისაღწევად. ამის კარგი გამოხატულებაა ფიტარეთის მონასტრის გავერანებაც, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მეფობის წყურვილით შეპყრობილმა არჩილ ბაგრატიონმა, იგივე აბდულა ბეგმა ლეკების პლაცდარმად აქცია. მართალია ერეკლე მეორემ საბოლოოდ შეძლო მისი დამორჩილება, მაგრამ საუკუნეები დასჭირდა იმ ადგილთა ხელახლა გაცოცხლებას, რომლებიც ამ პროცესებისას აუხრდა. ფიტარეთის მონასტერი ის ერთ-ერთი საბედნიერო შემთხვევაა, რომელმაც შეძლო მართალია ამ ამბებიდან დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ მაინც დაებრუნებინა მისი პირვანდელი ფუნქცია. დღევანდელ დროში ამ ისტორიულ ადგილზე კვლავინდებურად აღევლინება წირვა-ლოცვა და აქ მოღვაწე სასულიერო პირთა მეუხებით დღითიდღე ცოცხლდება აქაურობა. მინდა სიუჟეტის ბოლოს უღრმესი მადლობა გადაუხადო ფიტარეთის მონასტრის საძმოს, რომელთაც მე საშუალება მომცეს გადამეღო 8 საუკუნის უკან ჩვენ წინაპართა მიერ აგებული ქრისტიანული სავანე და თქვენთვის სერიად მეჩვენებინა. ასე ამგვარად დღევანდელი სერიაც ფიტარეთის მონასტერზე დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ გემშვიდობებით მომდევნო ახალ ისტორიულ სიუჟეტამდე, მანამდე კი იმ ტრადიციულ თხოვნასა და მოწოდებას, რასაც მე არაერთ ვიდეოში გიტოვებდით, დღეს უკვე ნატალი გეტყვით. ვისაც მოგწონთ მამა ჩემის მიერ გაკეთებული ვიდეოები. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. ნახვამდის. დროებით.